28 ნოემბერს მმართველმა გუნდმა, კერძოდ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აჩერებს. ქვეყნისთვის ამ სამწუხარო გადაწყვეტილებას მოყვა საპროტესტო აქციების ტალღა, რომელიც უკვე 15 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს. პროტესტი გამოხატეს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა, მათ შორის იყვნენ საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წევრები, რომლებმაც განცხადებაც გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ ემიჯნებიან და გმობენ ქართული ოცნების ანტიევროპულ ნაბიჯებს და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას. განცხადების თანახმად, ეს ყველაფერი და ქართული ოცნების მიერ ბოლო პერიოდში მიღებული სხვა გადაწყვეტილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, მოქალაქეების ნებას და კონსტიტუციას. მოკლედ, აგრძელებენ სტარტაპ ეკოსისტემის წევრები პროტესტს, სწორედ ამ მიზნით დღეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან იკრიბებიან, პრინციპში უკვე შეიკრიბნენ, სადაც აპირებენ რომ ავთანდილ კასრაძეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარესაც შეხვდნენ. რას ითხოვენ სტარტაპერები? გიგა ბენია საქმის კურსის რეპორტერია ჯიტასთან დეტალებს ახლა უფრო ზუსტად სწორედ მისგან მოვისმენთ. გიგა, მოგესალმებით და რა ხდება ახლა ადგილზე, რას გეგმავენ სტარტაპერები? დიახ, პროევროპული პროტესტის მე-16 დღეს სტარტაპები ტექნოპარკთან შეიკრიბნენ. ზუსტად ამ წუთებში იკრიბებიან ისინი, ჯერ აქ ადგილზე ყველა არ არის მოსული, ამბობენ რომ უფრო მეტნი იქნებიან. რა არის მათი მოთხოვნა, რატომ გადაწყვიტეს ტექნოპარკთან ასე ვთქვათ, თავიანთი აზრის გამოხატვა და რა იქნება მათი მოთხოვნები თუ პროტესტის ასე ვთქვათ, გზავნილები. თვითონ აქციის მონაწილეებთან გავესაუბრები და მათგან გავიგებთ და შესაბამისად ვკითხავთ მათ თუ რატომ შეიკრიბნენ დღეს ისინი აქ. გამარჯობა, პირველ რიგში ბექა დავიწყებ თქვენგან, რატომ ტექნოპარკთან, რატომ გადაწყვეტეთ ამ ადგილას მოსვლა და რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილები? გამარჯობა. ტექნოპარკი ერთგვარი აკვანია ზოგადად მეწარმეობის და ტექ სექტორის საქართველოში, იმიტომ რომ ჯიტასთან ერთად ყველა ერთად ვაშენებთ ამ ინდუსტრიას უკვე 10 წელია დაახლოებით. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმის, რომ საქართველოს რაღაც კონკრეტული იმიჯი და ბრენდი შექმნილი იყო საერთაშორისო ინვესტორებთან და ის პროცესები, რაც დღეს საქართველოში ხდება, აზიანებს საქართველოში ყველა მოქალაქეს, აზიანებს ყველა სექტორს, მაგრამ მთლიანად გაანადგურებს ტექნოლოგიურ და სტარტაპ ეკოსისტემას და ამ სფეროს, ასე ვთქვათ და ჩვენი მიზანი რაც არის დღეს ერთი სიმბოლური დატვირთვა, რომ გავაპროტესტოთ ერთად იმ ადგილას, სადაც ძალიან ხშირად შევხვედრივად ამ ბევრი წლის განმავლობაში ერთად და მეორეს მხრივ ის რომ ტექნოპარკი ჯიტა არ აფიქსირებს თავის პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ძალიან გულდასაწყვეტია ჩვენთვის და ერთად გვერდ-გვერდ ვიდექით ამდენი ხნის განმავლობაში და გვინდა მოვისმინოთ მათი პოზიცია ოფიციალურად, სადგას ტექნოპარკი რამდენად აფასებს სიტუაციას ისე როგორც ჩვენ და თქვა დღეს არის თქვენი ერთ-ერთი მოთხოვნა, შეიძლება ასე ვთქვათ, რომ ავთანდილ კასრაძემ დააფიქსიროს თავისი პოზიცია? მოთხოვნას არ დავარქვევი, თუმცა ერთ-ერთი მიზანი დღეს აქ შეკრების არის სწორედ ის, რომ ჯიტამ ოფიციალურად დააფიქსიროს და თქვას ეს მიმდინარე პროცესები ქვეყანაში რა გავლენას იქონიებს ამ კონკრეტულ სექტორზეც და ჯიტა ამ სექტორში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, ასე ვთქვათ, შესაბამისად გვინდა მოვისმინოთ მათი პოზიცია, იმიტომ რომ სიჩუმე დღეს სიჩუმის დრო აღარ არის და შუაში დადგომის დრო, ასე ვთქვათ, აღარ არის და ავთანდილ კასრაძესთან შეხვედრაც იქნება დღეს ერთ-ერთი თქვენი თხოვნა თუ მოთხოვნა, როგორც გინდათ ისე დავარქვათ? კი, კარგი იქნება თუ შევხვდებით, ნახოთ თუ არის აქ არც ვიცით და თუ იქნება ცხადია ვეცდებით რომ შევხვდეთ და მოვისმინოთ მისგან რას ფიქრობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით ის როგორც პიროვნება და ზოგადად ჯიტა როგორც ინსტიტუცია. ბატონო, მადლობა ბექა. კიდევ გამარჯობა ქეთი, თქვენგანაც გვინდა მოვისმინოთ პოზიცია. როგორც ბექა საუბრობდა, ერთ-ერთი არის ის, რომ ის რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს ან დგას დღესაც უკვე სტარტაპ ეკოსისტემა. შესაბამისად, თქვენგან გვინდა მოვისმინოთ, უკვე იკვეთება თუ არა ის გამოწვევები, რაც ქართული ოცნების ანტიევროპულმა პოლიტიკამ განაპირობა. ცოტა შეგრძლად გამომივიდეს, რამდენიმე ნაწილად მინდა დავყო ეს ჩემი პასუხი, ასე ვთქვათ. პირველი მინდა გამომახვილო ყურადღება იმაზე, თუ რატომ ვიკრიბებით ჯიტასთან და ეს ბექამაც აღნიშნა. აქ იკრიბებიან სტარტაპები, რომლებიც წლების განმავლობაში ვმუშაობდით ჯიტასთან და ერთობლივად ვაშენებდით ევროპულ სტარტაპ ეკოსისტემას და სწორედ აქ გვინდოდა რომ დაგვეფიქსირებინეთ ჩვენი პოზიცია, რაც შეეხება ჩვენ პოზიციას. რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის ქვეყნის განვითარების კურსის ასეთი რადიკალური ცვლა. მიგვაჩნია, რომ არა მხოლოდ ამ სექტორის, არამედ ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დავრჩეთ და გავაგრძელოთ დასავლური კურსი, ეს ერთი. მეორე მნიშვნელოვანია და უკვე გაცდა ყველაფერი მხოლოდ დასავლურ კურსს და მხოლოდ ევროპას.
დღეს და ამ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ შევეჩეხეთ უამრავ უსამართლობას, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ, ოპერატორების მიმართ, მოქალაქეების მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, არა ამ ქვეყნიური ძალადობის მომსწრეები ვართ და ესეც გვინდა რომ აქვე ხმამაღლა დავაფიქსიროთ, რომ ამას ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ. აქვე მეორე რაც მინდოდა ასევე მეთქვა არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოვისმინოთ. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს ტექნოპარკში, ჯიტაში, ძალიან ბევრი მათგანი ჩვენთან ერთად ყოველდღიურად დგას აქციებზე, მაგრამ ჩვენ ძალიან გვინდა რომ მოვისმინოთ ხელმძღვანელობის პოზიცია, გვაინტერესებს რამდენად იზიარებენ ისინი ჩვენ მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანია დავრჩეთ დასავლური ვექტორის, ასე ვთქვათ, ერთგული. გამოწვევებსაც რომ გითხრათ, დღეს უკვე იკვეთება თუ არა რაიმე სახის პრობლემები? იცით თქვენ ალბათ რომ ზოგადად სტარტაპ ეკოსისტემა დგას ინვესტიციებზე. ერთი მხარე სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეების ეს არის სტარტაპები, ყველაზე მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ინვესტიციები. გამომდინარე იქიდან რომ საქართველოში ლოკალურ ბაზარზე ძალიან მცირეა ინვესტიციის შესაძლებლობა, ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო რომ რაც შეიძლება მეტი დასავლური ინვესტიცია მოგვეზიდა საქართველოში და ამ პირობებში ცხადია რომ დასავლური ინვესტიციები ნამდვილად გართულდება და ჩვენ თვითონაც უკვე გვაქვს რამდენიმე ადამიანისგან მესიჯი რომ ამ ეტაპისთვის შეიკავებენ თავს ინვესტირებისგან ქართულ სტარტაპებში. მოკლედ, როგორც უკვე გითხარით, პირველში მადლობა თქვენ, როგორც უკვე გითხარით, აიკრიბებიან ტექნოპარკთან სტარტაპ ეკოსისტემის შემონაწილე ადამიანები, ისინი პირველ რიგში ითხოვენ იმას, რომ ავთანდილ კასრაძისგან მოისმინონ პოზიცია თუ რას ფიქრობს ის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. აქ ადამიანები ერთხმად ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ანტიევროპული პოლიტიკა ქართული ოცნების და აცხადებენ, რომ ევროინტეგრაცია არის ის მნიშვნელოვანი მიზანი, რაც როგორც საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას, მათ შორის სტარტაპ ეკოსისტემის მასალაში.